თუ თქვენ გაინტერესებს დღის განმავლობაში მომხდარი შოუ-ბიზნესური სიახლეები. სად და რას საქმიანობენ ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები, გთავაზობთ ინფორმატორისა და ლაილას მეოთხე ყველაზე ვრცელ გამოშვებას. ქართულ საბავშვო ლიტერატურაში ახალი გმირი დაიბადა სახელად ცხვირა. ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამომცემლობა დიოგენემ ნანაკაციაშვილის წიგნის ცხვირა ჩემპიონის პრეზენტაცია მოაწყო. საერთოდ ჩვენ რეგულარულად ვატვით საჯარო ბიბლიოთეკა ჩვენს მიერ გამოცინად გამოსცა დიოგენემ. ეს არ არის ზღაპარი, ეს არის უფრო მოთხრობა, მხიარული მოთხრობა რაღაც საოცარი თვისების მქონე ადამიანზე. ეს საოცარი თვისებები არის მისი ცხვირის სიგრძიდან გამომდინარე. ძალიან კარგად თამაშობს ფეხბურთს, ცხვირულებს იყენებს ამისთვის, თაურებთან ერთად, ხო, ილეთებში ერკვევით ალბათ და კიდევ ამინდის პროგნოზირების უნარი აქვს ცხვირის სიგრძიდან გამომდინარე. ახალ წიგნთან ერთად ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა გათამაშებაში და ალბათ პირველად ნახეს თუ როგორ შეიძლება დაიჭრას წიგნი. ტორტის ილუსტრაციული მხარე ისევე როგორც წიგნის ეკუთვნის მხატვარ აჩიკო ვებხვაძეს. მოიცა სურათს იღებენ. ახალგაზრდა ქართველი მომღერალი და მუსიკოსი ქეთი მელუა ინფორმატორიდან თქვენთვის კარგად არის ცნობილი. დაახლოებით 1 თვის წინ ჩვენ შემოგთავაზეთ ექსკლუზიური ინტერვიუ ინგლისიდან და მაშინდელი მონაცემებით მისი სადებიუტო ალბომის სახელწოდებით შეწყვიტე ძებნა დიდი ბრიტანეთის ალბომების ჰიტ აღლუმში უკვე მეოთხე ადგილზე იყო. როგორც ექსპერტები ვარაუდობდნენ, ქეთის უფრო მეტი წარმატება ელოდა წინ და ამ წარმატებამაც არ დააყოვნა. იანვრის ბოლოს ქეთის ალბომი ჩარტში უკვე პირველ ადგილზე აღმოჩნდა და დღემდე ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. ამ ფაქტს რა თქმა უნდა მაშინვე გამოეხმაურა ინგლისური პრესის ლიდერი გაზეთი The Sun აქვეყნებს დიდ სტატიას ქეთის შესახებ სათაურით. კომპანია Wolves Creators აღმოჩენამ შეძლო პირველი ადგილიდან ჩამოეგდო დაიდო. ჟურნალისტი სელი ბრუკი გარდა იმისა, რომ აცნობს მკითხველს ქეთის მის პროდიუსერს მაიკ ბეთის და კომპანია Wolves Creators, ასევე დიდ ადგილს უთმობს ქეთის ბავშვობას და საქართველოში გატარებულ წლებს. შეგახსენებთ, რომ ქეთის სიმღერები ინგლისში სისტემატურად ტრიალებს რადიო ეთერითაც. ქეთი არაერთხელ ყოფილა პოპულარული ლონდონელი DJ სტერი ვოგანის სტუმარი პირდაპირ რადიო ეთერში. გაზეთი Bizarre კი წერს, რომ თუ თქვენ მოგწონთ ნორა ჯონსი, დაიდო, ჯო სტოუნი, მაშინ აუცილებლად შეიყვარებთ ქეთი მელუასაც. ასე რომ ეს წელი ქეთისთვის საკმაოდ წარმატებულად დაიწყო და მოვლენებიც იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ შესაძლოა მისი სახელი სულ მალე დიდ ბრიტანეთსაც გასცდეს. 22 acting 17 This is the nearest thing to crazy I have ever known I was never crazy on my own and now I know ჩვენ ვიმყოფებით ბოულინგ ცენტრში, სადაც სულ რამდენიმე წუთში დაიწყება ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ის ადამიანები, ვინც დილით ადრე იღვიძებს და შესაბამისად მთელ საქართველოს აღვიძებს. ანუ აქ არის სხვადასხვა ტელევიზიების დილის გადაცემების წამყვანები. ეს ტურნირი კი იმიტომ ტარდება, რომ არსებობს ასეთი დევიზი: დილით ადრე გაიღვიძეთ, იყავით კარგ ხასიათზე და ითამაშეთ ბოულინგი. როგორ მიდის ეს იგი თამაში და იგებ თუ აგებ? ჯერ არ ვიცი, ეხა ვისწავლე თამაში და ნახოთ რა შედეგები როგორ იქნება, დავინახავ რა. ეს ხდება ტურნირი ტელეკომპანიის წარმომადგენლებს შორის, ეს არის პროექტის გაგრძელება. პირველ ეტაპზე რადიო კოლექტივები შეეჯიბრნენ ერთმანეთს, დღევანდელ ასპარეზობაში ტელეკომპანიის წარმომადგენლებთან და შემდგომი დაეთმობათ პრესის წარმომადგენლებს. დევიზი არის თქვენთვის კარგი განწყობის შესაქმნელად ჩვენ ბოულინგში ხალისობთ, გვიყურეთ ჩვენ. ჩვენ ახლა ჩამოვულით მოთამაშეებს და გავიგებთ როგორ თამაშობს თითოეული კომპანია, ხო თათია? როგორ მიდის თქვენი საქმეები?
კარგად მოგლობ. როგორ თამაშობ? მე მგონი კარგად თამაშობენ. მე დღეს გავიგე სხვათა შორის ამ შესახებ და ტელეიმედიდან პირდაპირ აქ წამოვედი რომ ხარდაჭერა ჩემ ხიდანაც ყოფილიყო. თქვენ თამაშის როგორი კმაყოფილები ხართ? ძალიან, ისეთი კმაყოფილები ვართ, რომ არ ვიცი, ფანტასტიკური. გაბანჯობა ყველას. იგებ თუ აგებ? იქიდან ხედავ რომ კარგად თამაშობდა. ვერ ვიტყვი რომ კარგად თამაშობ, მაგრამ ნორმალურია ყველაფერი, ნორმალურად მიდის. აქ უნდა გაიმარჯოს, მე მგონი, ჩემის აზრით მეგობრობამ, მაგრამ მე მაინც აზარტული ვარ და მინდა რომ პირველი გავხდე. ესე გულებს გამოვაცხადე. აღმავალი მიმართულებით. პირველი სტერეო 436 წუთა აპლოდისმენტები შეიძლება. ტელეკომპანია იბერიას წარმომადგენელი დათო ფაჩხურია დაჯილდოვდა. არა, დანიურმა სახმადააწესა პრიზი და ჩვენ ასეთად ამჩით ლუკა შარაშიძე პირველი სტერეო. და აი ასევე თქვენ ესე ბოულინგის ბურთი კარგად ვერ აყურებთ, მე მგონი ბურთის ბურთი უფრო კარგად გააყურებთ. შენი მოფერებით გამათბე გიგა კვენეტაძე პატარა მომღერალთან, როგორც თავად გითხრა პატარა მეგობართან, ოტიკო ანდრიაძესთან დუეტს წერს. სიმღერისა და ტექსტის ავტორი თავად გიგა გახლავთ. და კიდევ ერთი, სულ მალე ამ სიმღერაზე ვიდეოკლიპიც იქნება მზად. შენი მოფერებით გამათბე მორიგი სიახლეა, ანუ მე ვწერ დუეტს და ეს არ არის ცნობილი, ასე რომ ვთქვათ, ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენელი, ანუ ვარსკვლავი, მაგრამ არის ჩემი მეგობარი. შენი მოფერებით გამათბე ჩაგები მგერას, კაი ბიჭი ხარ. ძალიან ლამაზი სიმღერა გამოვიდა. რაღაც ბავშვობისა და აი დიდი ასაკის შერწყმა. შენი მოფერებით გამათბე გიგასთან მუშაობა ძალიან მომწონს. სიმღერა ძალიან მომწონს და იმედია სიმღერა ძალიან კარგი გამოვა. და სიყვარულს ვიყურებოდა მე სიყვარულით სავსე შენი მოფერებით გამათბე რაც შეეხება ოტიკოს ძალიან კარგად შეასრულა ეს სიმღერა და მე კმაყოფილი დავრჩი ამ ბავშვთან ურთიერთობით და ეს ალბათ დამსახურება მისი ვოკალის პედაგოგის ნანა ჟღერიასი კიდევ ერთხელ მადლობა ნანას იმოძრავე ცოტა ხასიათი მიეცი რა 6 წლიდან შევედი ნანა ჟღერიასთან შევედეს და სემნელა დავიწყეთ სიმღერების ჩაწერა გიგა კვენეტაძესთან და ახლა დუეტამდე მივედით. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.